მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მეგობრებო. გთავაზობ დღეს მე ვაგრძელებ თემას, მესინგის წინასწარმეტყველების თემას და ეს წინასწარმეტყველება ეხება ზელენსკის ახლანდელ უკრაინის პრეზიდენტს. თუმცა სოციალ-პრესი ამტკიცებს, რომ ახლა რომ ამჟამად ზელენსკია ის არის მესამე ნომერი. ანუ პირველი ზელენსკი მოაცილეს და აყენეს მეორე, რომელსაც კოსტუმი არ უყვარდა და მესამე, რომელმაც კოსტუმი ჩაიცვა, ეს არის მესამე ზელენსკი. არა საიდუმლო, რომ პუტინიც არ არის ნამდვილი პუტინი, ეს არის მისი ორეული, რომელსაც გაუკეთეს ოპერაცია, არსებობს მოტვე პლასტიკური ქირურგიის ექიმი. ძალიან გთხოვთ რამე გამიბრაზდებით, ვისაც არ მოწონს დაუშვათ ეს თუ ის თემა შეუძლია არ მოусმინოს, მაგრამ ნუ მწერთ იმას, რომ მე პატრონი არ მყავს, ან რატო ვიწუხებ თავს რუსულ ენაზე, ისედაც წერია. კი ბატონო, ხომ არის ხალხი, რომლებმაც რუსული არ იციან და თემებთან კიდე არანაირი შეხება არ აქვთ. რატომ არ უნდა მივიტანო მე ინფორმაცია იმ ხალხამდე, რომელსაც ამ თემასთან შეხება არ აქვთ. რატომ? მე მაგალითად ინგლისური არ ვიცი. დღევანდელმა თაობა ვიცის უცხოენები კარგად, მაგრამ ყველა არ იცის ხომ შეიძლება რუსული. ნუ არის ხალხი, ხო? მე იცით რა, მე ამას ვაკეთებ, რადგან ეს საქმე მე მანიჭებს სიხარულს. ხო, ახლა ოპერაციის შემდეგ რასაკვირველია, მე ცოტა შემიფეხდა, ვიდეოებით გადათარგმნა და თუმცა რამე საინტერესო ინფორმაციას თარგმნი, ვისაც უნდა ნუ უსმენთ, ვისაც არ უნდა უпроსტად ნუ უსმენთ. კი ბატონო, მე არ გამწყუნებ თქვენ, ვისაც ჩემი მოსმენა აღიზიანებს, ან ვერ მისმენს, დიდი მადლობა კრიტიკული აზრისთვის, ნება გაქვთ გამოთქვა თქვენი აზრი. მე ამის გამო ადამიანზე არ ბავზობ, არც გული მომყავს, არც ბოღმას ვიდებ გულში, მაგრამ მე ვაკეთებ იმას, რაც ურჩემ გულს, სულს, რასაც ჩემთვის მოაქვს სიხარული. მე ვამხნევებ ჩემ თავს, აგრეთვე მე მიმაჩნია, კი მე გითხარით თქვენ, ვთქვი ერთ ვიდეოში და საერთოდ ვამბობ, რომ მე არ მაქვს საშუალება რამე გადავამოწმო, ხო? მაშინ მე წინასწარმეტყველი უნდა ვიყო, რომ ჩავხედო წარსულში, შევიდე. მე გითხარით, რომ მე არც წინასწარმეტყველი ვარ, არც კონტაქტორი ვარ, არც ვინმეს განკურნება შემიძლია, მაგრამ მე მაქვს ხილვები, რომელშიც ჯერ თვითონ არა ვარ გარკვეული. მე ცოტათი ინტუიციას მაქვს განვითარებული. მე ჯერ ვარ ჩემი თავის გაცნობის პროცესში, მაგრამ მე ვუსმენ ამ ინფორმაციას, მე ტელევიზორი არა მაქვს და არც მჭირდება ტელევიზორი. ახლა სიმართლე გითხრათ, ინტერნეტსაც თავ კერაში ერთხელ. აქ მე რო გუმორათ ვარ, არის ერთი ბებია, 78 წლის ბებია, მასაც უნდა ინტერნეტი. და მოვილაპარაკეთ, რომ სანახებრო ინტერნეტი შემოგვეყვანა. მაინც 10-14 ლარი დამიშტება, მეტი არა თვეში. მე ექნება 24 საათი ინტერნეტი. ხო, ალბათ მე ამას გავაკეთებ. უბრალოდ მე თვითონ რო შემომეყვანა ინტერნეტი, დამიშტებოდა 30 ლარი. ამიტომ მე ვერ გავიმეტე 30 ლარი ჩემ თავზე. ხო, თან გითხარით, რომ მე რაღაცებს თარგმნი ბლაბაცკაია, დროებით შევწყვიტე ბლაბაცკაიას წერა და ატვირთვა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები არა, დრო მჭირდება და ეს დრო მიაქვს თვალში წესების ჩაწვეთებას. როგორც გითხარით, კატარაქტის ოპერაცია მაქვს 90 თვალზე გადარანილი და წვეთები თავის დროს უნდა ჩავიტოთ, რომ
რა გავითამ შეეჩიოს უცხო სხეულს ახალი ბრული, ხოლო ბრული მიწის არის თვალისთვის უცხო სხეული და რომ ანთება ჩააქროს. აქეთ დექსამეტაზონის თვალის წვეთებსაც ვიწვეთავ, რომელიც შაქარს მიწევს. აქეთ შაქარი მაქვს აწეული, შაქრის მაღალი დონე ცოტახანი ვერ ჩამიქრობს მე ანთებას, ამიტომ ახლო მომავალ შენ რომ გონია მე მარჯვენა თვალზე კატარაქტის ოპერაცია გამიკეთდეს, იმიტომ რომ ჯერ უნდა მორჩეს მარცხენა თვალი. უბრალოდ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც დიაბეტი არ აქვს, მე მეტი დრო დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, მაგრამ მაინც ბედნიერება რომ მე შემიძლია უბრალოდ ეზოში გავიარო, გზა ვნახო, ახლოდან ჩემი თავი ვნახო, აბაზანაში რო შევდივარ, დავიბანო საცოლების გარეშე. იცით რა, თქვენ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც გემორჩილებათ ფეხები, ხელები, გემორჩილებათ თვალი, დადიხართ თავისუფლად, ზოგჯერ გეზარებათ ადგომა, ზედმეტი ნაბიჯი გაიაროთ, ზოგჯერ გეზარებათ თვალი გემორჩილებათ წინი წაიკითხოთ, ხართ ჩამძრალი, ინტერნეტი საჭიროა, მე არ ვამბობ, ინტერნეტი საჭიროა, ადრე ტელევიზორი იყო მარტო, ამიტომ ტელევიზორი იყო ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ადამიანს გაარკვევდა, მაგრამ მაშინ რა ასეთი ინფორმაცია რა იყო, ყველაფერს მალავდნენ, ყველაფერი გრიფით საიდუმლოს ქვეშ იყო დამალული. სიმართლეს არავინ გეტყოდა, ერთმანეთის ეშინოდათ. ახლაც არენდობიან ერთმანეთს, მაგრამ რა არის იცით? ზოგჯერ მე საყვადროს მეუბნებიან ეჭვიანი ხარ და არენდობიო ადამიანს. არა, მე ადამიანებს ვექცევი კარგად. მე ადამიანებს ვექცევი სული და გული. მე ადამიანებს ვექცევი უეშმაკო. მე ადამიანს თუ რამეს ვეტყვი, უკან აზრების გარეშე ვამბობ, თუმცა ზოგჯერ გამომდეს ეს უხეშად. ვცდილობ ვიყო ტაქტიკური, ადეკვატური, მაგრამ ზოგჯერ უხეშად გამომდის ძალიან. ხო რა, უბრალოდ უკან აზრების გარეშე, ალალად ვამბობ ჩემს ან საერთოდ არ ვიტყვი. და რა მომწახარი სიტყვა მინდოდა, ასეთი ჩავარდნები მაქვს. ხო, და მე როდესაც რამეს საყვედურობენ, კი ბატონო, თქვენ გაქვთ თქვენი კიდევ ამბობ, არ მოგწონთ, ნუ უსმენთ, თქვენ ხო ტელევიზორში ახლა ბევრი არხია. თქვენ ხომ არ უსმენთ იმ არხს, რომელიც არ მოგწონთ. და მარტო მე კი არა, ნუ შევეხებით წასულ გმირები არა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებს ხო ერთმა სტანიზე რაღაც დაწერა, არ შეიძლება. ყველა ასრულებდა თავის როლს. მე არავის მომხრე არ ვარ კიდევ გეუბნებით. მე უბრალოდ მინდა გავერკვეს სიმართლეში. მე მახელობს ძალიან მომავალი. მე არ მინდა რომ დედამიწა განადგურდეს. ჩვენ ვართ კაცობრიობა. მეხუთე რასა. ჩვენ არ გვიყურებენ როგორც მრავალ ეროვნულ ადამიანებს, არა, ან ერს ან ხალხს არ გვიყურებენ. ჩვენ გვიყურებენ როგორც დედამიწელებს, როგორც დედამიწის კაცობრიობას. და ჩვენ როდესაც ჩვენ რა გონია თქვენ ძალიან ვუყვარვართ, კი, ვუყვარვართ, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ თუ შეცდომები დაუშვით ისეთი რომ რასაც უწოდებენ გამოსურებელ შეცდომებს დავუშვებთ, ამით მარტო ჩვენ კი არ დავზარალდებით, ამით დავზარალდებით ჩვენ მომავალში. დიახ, ისინი ვინც მომავალში არიან, ეს ჩვენ რასაც ახლა ვაკეთებ, რა ცხოვრებასაც ჩვენ ახლა გავდივართ, მათ ეს გავლილი აქვთ, უბრალოდ მათ აქვენ რაღაც შეცდომები დაშვებული წარსულში და მე ხომ გეუბნებით, არის ტექნოლოგიები, რომლის მიხედვით შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოხვდეთ, ნებისმიერ დროში. და მაგრამ ამის უფლებას ყველას კი არ აძლევენ. არ მოგცემენ თქვენ უფლებას, რომ მაგალითად თქვენ ყველა მის გემოზე დაბრუნდეს წარსულში და თავისი ცხოვრება გამოასწოროს, იქნება ქაოსი.
ახლა კი ბევრი ახალგაზრდობა იღუპება. საქართველოში ერთი წერია სულ დაძაბული მდგომარეობა, ეს მანიფესტაციები და საერთოდ დაპატიმრებები და საერთოდ ვამბობ იმას, რომ იცი, აი ჩემ მაგალითად გაღიზიანდებით ახლა. კარგი, მოდი და სით მაგალითი მოვიყვანო. ახლა აფხაზეთში როდესაც ცოცხალი იყო მამა ჩემი, მე სულ არა წინასთან მეტყოლი მე არა ვარ. მე ჯერ ვერაფერს ვერ წინასთან მეტყოლებ. არც წინასთან მეტყოლი ვარ, არც ესტასენსი ვარ. მაპატიეთ უბრალოდ ჩქარობდა ხანდახან ყოლაპავს სიტყვებს. მაგრამ როდესაც მე აფხაზეთში ცხოვრობდი, არ ცხოვრობდი, მამა ყოფდა აფხაზეთში. რაღაც პერიოდი მიწევდა ყოფნა იქ, მამა გარდაცვლილი მყავს. მე არასდროს არ მინდოდა აფხაზეთში დარჩენა. რატომ? იქ ყოფნა, მე ვიცოდი რომ დადგებოდა ისეთი დროა, ხო? როდესაც გართულდებოდა იქ ცხოვრება მეგრელებისთვის. ძალიან გართულდებოდა. კი, მამა ჩემი ამბობდა, აი ნახავ, შენო რა კარგი ცხოვრება დადგეს აფხაზეთში. მამა ჩემი და სხვა ადამიანებიც ამბობდნენ, აფხაზეთში შემოვა რუსეთის რეჟიმი და ყველაფერს დააყენებენ კანონი შემოვა და ასე შემდეგ. მე სპორი მქონდა სულ კამათი მქონდა მამა ჩემთან, რომ შვიდი ცხოვრება აფხაზეთში არასდროს არ იქნებოდა. ვიცოდი მე ვიცოდი რომ შვიდი ცხოვრება როგორ ახლა ომი არ ნახდათ არ ომს ნახდათ არ ვისურვებდი, მაგრამ ვიცოდი რომ გართულდებოდა მდგომარეობა. მეგრელებს ვერ იტანდნენ აფხაზების უმრავლესობა. მათ გონიათ რომ მეგრელები ართმევენ მათ თავისუფლებას და ძალიან რთულია გაკეთება საბუთების. მე ვიცოდი რომ დადგებოდა ის რომ მაგალითად ერთი მომენტი, ერთი პერიოდი ხომ შუქი გაუთიშა რუსეთმა აფხაზეთს, ხო? გაუთიშა. მე შუქი რამდენიმე თვეში მისცა. ახლა ინტერნეტში წავაწყდი ერთ-ორ ვიდეოს, სადაც თვითონ აფხაზი გამოდის და ამბობს, რომ დაიწყო დევნა ქართველი პედაგოგებისა, რადგან მათში ხედავენ აგენტებს ქართული მხრისა. და გამოდის იქ ქალბატონი არის, ახლა მე მაგის გვარი ვერ დავიმახსოვრე და ამბობს, რომ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომელმაც დაიწყეს პედაგოგების დევნა, ერთი პედაგოგი დაიჭირეს. ხო, გართულდება. იმიტომ რომ არ უნდათ რომ იქაური ახალგაზრდობა წავიდეს სასწავლებლად. ახალგაზრდა გამოვიდა ერთი იქაური აფხაზი ახალგაზრდა და ამბობს, რომ იქაურ მთავრობას უნდა ისეთი მოსახლეობა ყავდეს მეგრელების, რომლებიც იქნებიან გაუნათლებელი, რადგან გაუნათლებელი ადამიანების უფრო ადვილია მართვა. ამას აკეთებდნენ ძველი მმართველები, ძველი დროის მმართველები. თუ რა გონიათ, რელიგია რატომ დაუშვეს საქართველოს საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე? იმისთვის რომ მემართავთ ხალხი. და ამის თავი და ბოლო იყო ტროცკი. კარგი, მოდით, პოლიტიკაში არ მინდა შესვლა. საერთოდ ვამბობ, მე აი განვითარებული მაქვს ინტუიცია ამ მხრივ. მე წინასწარ გზნობ თუ რა უნდა რა შეიძლება მიახლოებით მოხდეს, მაგრამ რასაკვირველია კიდევ გეუბნებით რომ ომი ნახდათ არ მინდა, მაგრამ
აფხაზეთი, ოსეთი, რუსეთისთვის არის როგორც არტეფაქტი. ხო, პოულობენ ახლა უცხოპლანეტელები არა, წინა ცივილიზაციების ტექნოლოგიებს, რაღაც საგნებს, ეს არის არტეფაქტი, ამას ქვია არტეფაქტი. მოპატიეთ. არტეფაქტი, ხო. და თან იქ იქერა საერთოდ ძალიან კარგადაა განვითარებული მთელი დედამიწის მასშტაბით ტუნელების სისტემა. ამ ტუნელებს ჩაყავთ ხელოვნურად შექმნილ ქალაქებში. ხო, მთელი დედამიწის მასშტაბით. აფხაზეთის ტერიტორიაზეც არის ასეთი ტუნელები. საქართველოს ტერიტორიაზე, ხო, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ასეთი ტუნელები, სადაც კი მთიანი ადგილებია, მოყრილი ადგილები. მაგალითად, ტუნელები არის დიხაზურგის მიწისქვეშ, სადაც დიხაზურგა სოფელი, რომელიც კონტაქტობს ენგურგესთან, გადის რა. არის ტუნელები თბილისში რომაა ეს ჩამარხული სახლები, თქვენ რა გონიათ? თბილისში რამდენი ტუნელია? შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ტერიტორიებზე, ხო? და ეს ტუნელები საწაკ იყვნენ ჩვენ რომ ჩავიდეთ იქ, ვინ იცის. და ვინ არის წინასწარმეტყველი? მე ხა არ შევეხები ვანგას და საბჭოთა კავშირის დროინდელ წინასწარმეტყველებს, მაგრამ ეს მესინგი გამორჩეულად რატომ ავიკვიატე? მე თქვენ იცით რა, შეიძლება კეისი მაგალითად კეისის წინასწარმეტყველი იყო, მაგი კითხულობდა აკაშის ქრონიკიდან ყველაფერს. მაგრამ რა არის იცით? კეისი რაც წინასწარმეტყველა, მაგი არ ასრულდა. იმიტომ რომ პირველი კეისი გაიტაცეს პლატინელებმა და აჩვენეს ხო, წინა წლებში, უკანა წლებში და აჩვენეს დედამიწა. 2012 წლის დედამიწა იყო დაანგრეული გლობალური კატაკლიზმების გამო. ჩვენ მადლობა უნდა ვთქვათ, ჩვენ რომ დღეს ვართ ცოცხლები და ვიხედებით. იმიტომ რომ დედამიწის წინსვლას, უბრალოდ მზის ამოფრქვევას და ამ ენერგიების დედამიწაზე დიდი რაოდენობით წამოსვლას და ჩვენზე ზეგავენის ქონას ამცირებენ, შეგნებულად ამცირებენ, რომ ჩვენ ყველა არ ამოვწყდეთ. დედამიწა დაიღუპება, დედამიწა უბრალოდ შეიცვლის ეს, დედამიწა ფართოვდება, შეიცვლის იერს და მაგრამ არ ვიცი რატომ ჩვენი განადგურება როგორც მეხუთე რასისა, როგორც უკვე განვითარებული, სადაა ჯერ განვითარებული, ჩვენ ცივილიზაციას ვერ ვწოდებ განვითარებულს. იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ერთმანეთს ჭამთ, პირდაპირ გაგებით ერთმანეთს ჭამთ ბავშვებს. ეს არა უყარავისთვის საიდუმლო. ჭამთ ბავშვებს. ჭამთ, შეიძლება საქართველოში ეს არ ხდება, მაგრამ ეკლესიის დონეზე გეუბნებით მე იმდენი რამე ახლა თემას გადავუხმობ და გეტყვით ოკულტისტის აღიარებას უსმინე. იქ რამდენიმე ნაწილია. მე ჩავთავ ინტერნეტს დიდი ხნით და მე გადავწყვიტე ეს აღიარება თქვენთვის წარმომედგინა და რატომ? ყველა არა, და ზოგი მეორდება. ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს მიახლოებით მე ვიდეოებში. მაგრამ მე ავარ ჩემი ვიდეოებს, რომელიც მე არ მაქვს გადათარგმნილი. იცით რა, ხელისუფლებისთვის, ძალისთვის, სკამებისთვის ლიდერობისთვის, აგრეთვე როგორც დეპუტატობისთვის ბევრი ბრძოლობს, მაგრამ როდის ადგილებზე აღმოჩნდებიან,
იქ ისეთი სისტემაა და ადამიანმა რომც კარგი განზრახვით გახდეს მაგალითად მაგ სისტემის წევრი, მაგას არ გააკეთებიებენ არაფერს. მარტო ერთი ცხარი ვერ მოერევა ამდენ გელს. მე მაგალითი მომყავს. სისტემა ინგრევა. ახლა აგონიაშია სისტემა. და ეს ზელენსკის მოსვლა იყო ნაწილასამეტყველი. ხო, რატო ახსენე ახლა მე კეისი რაც წინასამეტყველა ის არა დანგრევასთან დაკავშირებით, გლობალურ კატაკლიზმასთან დაკავშირებით არ ახდა, იმიტომ რომ ვინ შეგვეხმარება, ვინც დედამიწას ეხმარება, რომელსაც არ უნდა განადგურება დედამიწის, უნდა რომ ხალხი გამოცოცდეს, გამოიღვიძოს, განათდეს. მძინარე ხალხი დადის იქიდან კოსმოსიდან და წვრილი დონიდან ჩანს როგორც ნისლი, შავი ნისლი. გამოგვიდებული ხალხი ანათებს. შეიძლება ხა ზოგი უფრო კაშკაშად არ ანათებდეს, მაგრამ ის სანთლის შუქიც რაღაცას ნიშნავს ამდენ სიბნელეში. და კესის ხო საბედნიეროდ 12 წელს უნდა ყოფილიყო, თუ 14 წელს დადოსტებით, ზოგი 12 წელს ამბობს, ზოგი 2014 წელს, მაგრამ მეორე კატასტროფა უნდა მოხდარიყო 2021 წელს. არ მოხდა. და მე ხა იმ ვიდეოში თქვენ რო გადაგითხრათ მესენჯის ვიდეო პირველ და მეორე ნაწილი. იქ სამი კონვერტი იყო. მისი წინასამეტყველება ახდა. რაც პანდი წინასამეტყველა ყველაფერი ახდა. ახლა დარჩა მესამე მისი წინასამეტყველება 2026 წელთან დაკავშირებით. ხო, ეს უნდა მოხდეს თებერვალში. და რატო ამბობ მე მიდიოდა ჩემი მაგალითი მომიყვანა, მაგრამ კიდე გაბრასდებოდით. მაინც გეტყვით. მე ვიყავი ძალიან მორიდებული, მორცხვი ადამიანი. და ცხოვრებულმა პრობლემებმა ძალიან დამაგდო ვიბრაციულად, ენერგეტიკულად. იმდენამდე რომ უკვე ცუდად ვიყავი. და სანამ მე არ ვაღიარე. ესე იგი ვებრძოდი ჩემ მდგომარეობას, ვებრძოდი. მეგონა მოვიდოდი, მიზანს მივაღწიე, მაგათად ბინასთან მიღებასთან დაკავშირებით. მე კიდე მივიღე ბინა 2018 წელს ამერიკას. მაგრამ რაღაცამ შემიშალა ხელი და მომიწია იმ ბინის დაცვა, რადგან ვერ გადავიხდიდი. ხო და ამიტომ ეს მერე ხორის გრიპიო, მერე რაღაც პრობლემები შემექნა ისევ და რამე დაგითხრათ. და სანამ მე არ შევიგნე, მე კოვიდი, მე მამა გარდამეცვალა. და სანამ მე არ შევიგნე ჩემი მდგომარეობა და არ შევეჩვი, არ ვთქვი რომ ხო მე მივიღებ ჩემ მდგომარეობას ისე რომ ეს საჭირო იყო. მე არ ვთქვი შექმნელს, ბუნებას უთხარი, განგებას, იმიტომ რომ მე ღმერთის როგორც მაგალითად შემქმნელის სხვა, ღმერთის სხვა. ღმერთს არ შეუქმნია არაფერი. ღმერთი ეს ვართ არიან უცხოპლანეტელები, რომლებიც მოდიოდნენ დედამიწაზე ჩვენთან და ჩვენ გვასწავლიდნენ. ღმერთები ვართ ჩვენ. ჩვენ როცა ცივილიზაცია განვითარდება, იგივე დგებიან ისე დონით, რომ ღმერთებს უძახიან. რადგან ტექნოლოგიები აძლევს საშუალება ისიც რაღაცები აკეთონ, რომ გონიათ ეს სასწაული. ამიტომ შეარქვეს ჩვენზე მეტ განვითარებულ ცივილიზაციებს ღმერთები. მაგრამ სინამდვილეში განგება შექმნელი, როგორც მეთქი, ბევრი შექმნელი არის. რომ კოსმოსი ძალიან დიდია. ჩვენ იმის მეოთხესაც ვერ ვხედავთ, რაც არის სინამდვილეში. და საქმე იმაშია, რომ
ვინ არიან ეს წინასწარმეტყველები? ტესლა იგივე. მესინგი, ტესლა, კეისი და ბევრი ამდაგვარი არიან მოსული, ამათი სულები არიან მოსული მომავლიდან. კი, ხდება ასეთი რაღაცა. როდესაც ან თვითონ მოინდომეს, ან ხდება რომ მომავლიდან, როგორც მესინჯი, როგორც კეისი, როგორც ტესლა, თავისი ნებით ბრუნდებიან წარსულში, რომ ცოტა წინ წადიონ ცივილიზაცია. მაგრამ ხდება ისე, რომ სასჯელის სახით მომავლიდან აგდებენ სულს შორეულ წარსულში, თუნდაც ქვის ხანაში, რომ მან გაკვეთილი გაიაროს, ის სასჯელი გამოიაროს. და რა მინდა გითხრათ ახლა? მე ხომ გითხარით, მე სანამ აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, მე ვხედავდი სამხედრო მანქანების კოლონას. ოღონდ ეს სამხედრო მანქანები პირიქით გალიდან ზუგდიდში მიდიოდა. და ნაფხე დამტრეული ხიდე, რომელსაც ბოძებზე იდგა, ასე ჩამომტრეული იყო თავი და ნატეხიდან იწყებოდა იქეთ საცხელგზა. სხვათა შორის ხიდე მიდიოდა სიმაღლისკენ. სიცოცხლე სიბნელეში. ეს იმას ნიშნავდა, რომ კარგ ხანს არ მოგვარდებოდა ეს კონფლიქტი. და მესინგმა დატოვა კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რაც ეხებოდა ზელენსკის. ასე ხა მან დეტალებში ვერ გაშიფრა, უბრალოდ ვერ თქვა. მიახლოებით საერთო სურათი მან დაასახელა. და იმასაც გამახვილა ყურადღება, რომ ამერიკა იყო მიზეზი უკრაინის ომისა. როგორც თქვენ იცით, ადამიანებს შორის ხდება ისე, რომ დათბობა, როდესაც არ უნდათ ადამიანებს, კონფლიქტი არასდროს წყდება მშვიდობიანი გზით. ხომ ასეა? და ადვილია, იცით რა, მე ასეთ დასხენ გამოვიტანე. სრულ თავისუფლებას არავინ მოგცემს. განგება არ მოგცემს შენ სრულ თავისუფლებას. იმიტომ რომ განგება კარნახობს თუ შენ რა უნდა გააკეთო და როგორ. ჩვენ ხო ხალხს გონიათ აქ მოვიდნენ, ჩვენ როგორც სულები აქ მოვედით ვიბადებით, იმისთვის რომ ქონება დავაგროვოთ, სახელი მოვიხვეჭოთ. ვიღაცას ზედან გადავყურებთ. მასე არ არის. ადრე სახლი რომ შენდებოდა საცხოვრის მხოლოდ 100 წელზე მეტი არ უნდა გაძლოდა, ისე აშენებდნენ. იმიტომ რომ ადამიანი რომ მოკვდება, მას უნდა მიყვეს მისი საცხოვრის. ჩვენ კი დავშვებით, მე არ ვარ დაუდეხებული და შვილი ვით არ ყავს, მაგრამ შრომობ დრისის, რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ სახლი, ქონება, ოქრო, მანქანა, ფული, ხო? და უცებ რომ გადატრიალდეს, რაღაც კატაკლიზმა მოხდეს, ყველაფერი ნადგურდება. მიაქვს ან წყალს, ან ყლაპავს მიწა, ან ცეცხლი ყლაპავს, ან ვიღაცა გადაგაგდებს, ან ვალებში ჩაიძერები და გასაყიდი შეგექნება. და ახლა დაუსვით თქვენ კითხვას, თქვენ თავს კითხვა. მაშინ რისთვის შრომობთ თქვენ? იმისთვის რომ აგერ ახლა შორს არ გინაწასო. არა ჩემი ხაზი იგის. დეიდაშვილი აბათა
ალავდა რომ კიბო ქონდა, უცებ კიბო აღმოჩნდა, მთელი ცხოვრება ვერივით მუშაობდა. ახლა შემეკითხეთ მე. არა, მე არა, თქვენ თავს კითხეთ. ღირსამავოდ. აქ ჩვენ ყველანი კი მართალია დედამიწა გავს ციხე, სადაც უფრო იტანჯება ადამიანი ვიდრე ხარობს, მაგრამ ჩვენ ყველანი ხო ვარ ღირსი იმისი რომ გავიხაროთ ჩვენი ცხოვრებით, ხო? მაგრამ არიან აგრეს დემონური სულები მოსული. აი, ამბობენ ინტერნეტში რომ უსმენ, იმიტომ კი არა რომ ჯერა უსმენ რომ მე შევადარო ერთმანეთს და მე ხო ყველაფერს ვერ გადავთარგმნი. შევადარო ერთმანეთს და ჩემი ანალიზი გამოვიდა, რომ შემდეგ თან გაგიზიაროთ აბა მე რას ვფიქრობთ. მე კიდევ ამბობ, მე ვფიქრობ, მაგრამ მე ჩემ აზრებს არ ვახვალ არავის. კარგი, მოდით ნუ გავჭიმავ დროს, ხო, 20 იცოდეთ? ხამი ახლა, იმიტომ ასე უსათვალეთ ვარ. ხო, ნახევარი საათი კი გელაპარაკეთ და ახლა გადავიდეთ საქმეზე. 1970 წელი. მესინგი ამბობს. 50 წლის შემდეგ დედამიწაზე ერთ-ერთი ძმური რესპუბლიკებიდან პრეზიდენტი გახდება მსახიობი. ხო, გავიმეორებ. იწინასამეტყველა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა მსახიობი. უბრალოდ მსახიობი გახდებოდა პრეზიდენტი. რომელიც ხალხს პირდება ომს, აპატიეთ. პირიქით ლაპარაკობ. რომელიც ხალხს პირდება მშვიდობას, მაგრამ მიიღებს ხანძრივ ომს და რატომ ამასაც გეტყვით. 2025 წელი. რაც იწინასამეტყველა მესინგმა ზელენსკის მიმართ უკრაინასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ხდება. 1970 წელი. ბინა ლენინის პროსპექტზე. მესინგის სჯეროდა თვით სტალინს. სტალინი იყო მისტიკი. 71 წელს მესინგს სტუმრად ყავდა მისი მეგობარი მწერალი ხვასტონოვი. მესინგი ლაპარაკობდა, ხვასტონოვი იწედა ყველაფერს, რასაც მესინგი ეუბნებოდა, რასაც მესინგი კარნახობდა. ისინი საუბრობდნენ ქვეყნის ბედზე, სამყაროს ბედზე, თუ რა ელოდა დედამიწას მომავალში. უცებ მესინგი გაჩერდა საუბრის დროს, დახუჭა თვალები და ჩაიჯდა ჩვეულებრივ ტრანსში. ისე იგი, როდესაც მასზე მოდის ეს მდგომარეობა, ის იჯერება ტრანსში, როდესაც ხილვა მოუდის. ერთ წუთში გააღო თვალები და თქვა და ეს სიტყვები მან წარმოთქვა ნელა ჩაფიქრებულად. ხედა მომავლის უცნაურ სურათს. მრავალი წლის შემდეგ შეიძლება გავიდეს 40 წელი, შეიძლება გავიდეს 50 წელი. სამხრეთი ძმური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში მოვა ადამიანი, რომელიც პოლიტიკისთვის ძალიან უცნაურია. ის არ იქნება რომელიმე პარტიული წარმომადგენელი, ის არ იქნება რომელიმე საზოგადო მოღვაწე, ის არ იქნება სამხედრო, ის მოვა ილუზიის სამყაროდან, თეატრიდან ან კინოდან. ეს იქნება მსახიობი, რომელიც თამაშობს როლებს. ხვასტონოვმა გაკვრებულმა თავიდან კითხა, როგორ მსახიობი გახდება ხელმძღვანელი? ეს შეუძლებელია ჩვენი სისტემაში. სანამ ჩვენი სისტემა იარსებებს, ასე რაღაცა შეუძლებელია. მესინგს ჩაეცინა. სისტემა შეიცვლებაო, უთხრა ხვასტონოვს. ჩვენი საბჭოთა კავშირი დაინგრევა, დაიშლებაო. მე ამის შესახებ ბევრჯერ მithქვამსო, მაგრამ არავის ჯერაო.
სამხრეთის ძმური რესპუბლიკები, ყოფილი რესპუბლიკები გახდებიანო ცალკე თავისუფალი რესპუბლიკები. და ერთ-ერთ ასეთ რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი ძმები სლავიანები, ხალხი დაიხლება მატყუარა პოლიტიკოსებისგან და აერჩევენ მსახიობს, რადგან ეს მსახიობი თამაშობდა ფილმში უბრალო კეთილსინდისიერი ადამიანის როლს, ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც შემდგომ ფილმში გახდება პრეზიდენტი. ეს ფილმი მეც მაქვს ნაყურები და ამ ფილმს გონი ქვია მოიცადეთ იქ ნახსენებია, ახლა ვიგეტყვით. ხო და ის ფილმში თამაშობს ისეთი ადამიანის როლს, რომელიც მოვიდა გახდა პრეზიდენტი, ფილმში გახდა პრეზიდენტი, ჯერ ფილმში, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ დაელაგებინა სახელმწიფო და ასევე ხალხმა ერჩია ეს მსახიობი იმისთვის, რომ მას დაელაგებინა უკრაინა და ხალხი დაიჯერებს, რომ როგორც ის ფილმში მოქმედებდა, ისე მოქმედებდა ცხოვრებაშიც და ყველაფერს დაალაგებდა. რადგან ხალხს ეგონა, რომ ფილმი და რეალობა ერთი იყო. მწერალი დღიურში წერდა მესინგის ნათქვამს და ხელი უკანკალებდა. ეს ადამიანი ილუზიების სამყაროდან მოვა ხალხის იმედიან ტალღაზე და პირდება შვიდობას, როდესაც პატარა ომი უკვე გაჩაღებულია. პირდება სამართლიანობას იქ, სადაც კორუფციამ ყველაფერი შეჭამა. პირდება დიალოგს დიდ ძმასთან, ანუ რუსეთთან. ხალხი დაიჯერებს, აირჩევს, მაგრამ აქ იწყება ყველაზე საშიში რამ. რეალობა აღმოჩნდება სულ სხვა, არა ისეთი, როგორც ფილმში. კინოში არის სცენარისტი, რომელიც წერს სცენარის, არის რეჟისორი, რომელიც მართავს მსახიობებს და არის მონტაჟორი, რომელიც შესრულებს ასწორებს. რეალურ ცხოვრებაში კი სცენარს წერენ სხვები, რეჟისორები ზილარიან ოკეანეს გაღმა, შესრულებს კი რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოასწორებ მსახიობს ტვინაერება, მას უნდა ეთამაშა მშვიდობის მომტანე პრეზიდენტის როლი, მას კი მისცენ პრეზიდენტი მეომრის სცენარი. მას უნდა დიალოგის გზა, მას კი თავს გაახვიეს კონფრონტაციის გზა. მან ხალხს შეპირდა ერთი, ძალები კი მის გარშემო მას თხოვენ სხვას და მსახიობი გააკეთებს ტრაგიკულ არჩევანს. წავა სცენარის მიხედვით, იმოქმედებს სცენარის მიხედვით, რომელიც იყო დაწერილი მხოლოდ მისთვის და არა იმისთვის, რომ შეპირდა ხალხს. რადგან მსახიობი მიჩულები არიან, უსმინონ რეჟისორს. მაშინაც კი თუ რეჟისორს მსახიობი მიყავს დაღუპვისკენ. მესინგი გაჩერდა სხოლა წყალი დალი. ხვასწინო ველოდებოდა გაგრძელებას, მაგრამ ტელეპათმა მხოლოდ თავს აკნევდა. შემდეგ კარგად ვერ ხედავ ხილვას, ნისლი მიშლის ხელს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს პიროვნება, ილუზიიდან მოსული, გახდება ტრაგიკული პიროვნება ისტორიაში. არა, ის ადამიანი ბოროტი არ იქნება, ბოროტი არ არის, მაგრამ ის აღმოჩნდა ისე დროს, ისე ადგილას, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მსახიობმა სცენაზე უნდა ითამაშოს და ქვეყანა არ უნდა მართოს, როდესაც ქვეყანას უჭირს. ხვასუნოვი ამ დღიურს ინახავდა მთელი მისი ცხოვრება, არავის აჩვენებდა. მას ეცმოდა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მასეთი ჩანაწერები შენახვა იყო ძალიან საშიში. ხვასუნოვი გარდაიცვალა 2018 წელს. ხვასუნოვის დღიურები აღმოაჩინა შვილიშვილმა, გოგომ შვილიშვილმა. და მან წაიკითხა ამ დღიურში, რომ მსახიობი მოვა ხელისუფლებაში. ერთ-ერთ ძმურ რესპუბლიკაში, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან მაშინ ზელენსკი ჯერ ჰორიზონტეც არ იყო. მაგრამ როდესაც 2019 წელს
როდესაც უკრაინაში პრეზიდენტად აირჩიეს ვლადიმირ ზელენსკი, მსახიობი და კომიკი, რომელიც თამაშობდა პრეზიდენტის როლს ფილმში ხალხის სახური, სლუგა ნაროდა, მე ეს ფილმი ნანახი მაქვს, კომედია. ამ დროს ხვასწნობის შვილიშვილს გაახსენდა დღიური და მისი წანაკითხი. მაგი გაფიქრებულა და ისე მოიძებნია დღიური და ისე თავიდან გადაიკითხა. და ამ დღიურის ამონაწერები მან დადვა ინტერნეტში. ეს იყო ამ ამონაწერების დადებას ინტერნეტში უბრალოდ ამ ამონაწერების დადება ინტერნეტში უდრიდა ბომბის აფეთქებას. ვლადიმირ ზელენსკი მართლა მოვიდა 2019 წელს ხელისუფლებაში, უკრაინის ხელისუფლებაში. დამოვიდა იმ დროს ზელენსკი, როდესაც ხალხი უკვე გადახრილი იყო მატყურა პოლიტიკოსების საგან. პოროშენკო ასოცირებდა კორუფციასთან და ომთან. ტიმოშენკოს ასოცირებას უკეთებდნენ პოპულიზმთან. სხვა კანდიდატები იყვნენ რუხები, უსახო. აქ ეს სახეები, რომელმაც ითამაშა ფილმში უბრალო მასაების როლი, შემთხვევით ხდება პრეზიდენტი და იწყებს კორუმპირებულ სისტემასთან ბრძოლას სამართლიანად და სასაცილოდ. ზელენსკი მიიღო ხმების 73%. მეორე ტურში. ეს იყო მსახიობის ტრიუმფალური გამარჯვება მთელ ელიტურ სისტემაზე. მესინგის წინასამეტყველება ადამიანზე ილუზიების სამყაროდან ასრულდა მიახლოებით 59 წლის შემდეგ მესინგის წინასამეტყველობიდან. და მესინგი ხედავდა თუ რა დაემართებოდა ამ მსახიობს და ქვეყანას. ხვასწნობის იმ დღიურში არის ჩანაწერი 1968 წლის. ორი წელი ადრე, სანამ მესინგი მას დაელაპარაკებოდა მსახიობ პრეზიდენტ ზელენსკიზე, მესინგი იმ დროს საუბრობდა სლავიანურ ერებზე საერთო სურათით რა, საერთო ჯამში საუბრობდა თუ სლავიანურ ერებს რა მომავალი ექნებოდა. საერთო სურათი დახატა. კონკრეტად არავის არ უთქვამს. მან ასე თქვა, ხედავო ძალიან დიდ ჭირს ძმებს შორისო, რუსები და მალაროსები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყვნენ ერთი ხალხი, გაიყოფიან პოლიტიკურად, იცხოვრებენ სხვადასხვა სახელმწიფოებში და დაიწყებენ მტრობას და გარეთა ძალები აქეზებდნენ იქნება მათ ერთმანეთს შორის. ჯერ მოხდება სიტყვიერი მტრობა, ანუ ასე ვთქვათ, ბრწყალებში ცივი ომი, რომელიც გადავა შეერაღებულ დაპირისპირებაში. და ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ როდესაც ეს კონფლიქტი მიაღწევს მწვერვალს, ამ სამხრეთი ძმური რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოვავა ადამიანი, რომელიც პირდება მშვიდობას, მაგრამ მიიღებს ომს ყველაზე ხანძრის და ყველაზე სისხლიანს. იმისთვის კი არა, რომ ის ბოროტია და უნდა ომი არა, მას გული და სულით უნდა იქნება მშვიდობა და ის არ თამაშობს. მაგრამ ის გარშემო ისეთი ხალხი შეიკრიბება, რომლებსაც მშვიდობა არ უნდათ. მისი მრჩევლები, ყველა პრეზიდენტს ყავს მრჩევლები, მისი მრჩევლები კარნახობენ არასწორ გადაწყვეტილებას. გარეთა მოკავშირეები კი აიძულებენ კონფრონტაციაზე წავიდეს
ოლიგარხები, რომლებიც სამხედრო შეკვეთებზე მდიდრდებიან, რადიკალები ითხოვენ სისხლის დაღვრას და ეს ადამიანი აღმოჩნდება სუსტი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველას ამას. მსახიობი მიჩვეულია რეჟისორის სცენარის მიხედვით თამაშს. რეჟისორები კი შეიცვალნენ, სცენარი კი გადაიწერა. კომედიის მაგივრად მშვიდობაზე გამოვა დრამა ომზე, რომთან რუსთან დიალოგის მაგივრად გამოვა კონფრონტაცია. ხალხის შერიგების მაგივრად გამოვა უფრო მეტი დაშორება. მესინგი ამას ამბობდა 1968 წელს. 51 წლით ადრე, სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში უკრაინაში. ზელენსკი 2019 წელს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზელენსკი მართლა საუბრობდა დონბასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაზე და რუსეთთან უთეთრობების დალაგებაზე საუბრობდა. ეს იყო ამ საარჩევნო პროგრამის მთავარი ნაწილი. მაგრამ რეალობა აღმოჩნდა სხვა. როდესაც ზელენსკი მოვიდა ხელისუფლებაში, მას შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა ამ რადიკალურად განწყობილი ხალხისგან შემდგარი ძალებისა და ეს ხალხი ზელენსკის ამტყუნებდნენ, რომ მან კაპიტულაცია დადვა რუსეთის წინაშე. უბრალოდ კაპიტულაცია აღიარა რუსეთის წინაშე. დასავლური პარტნიორებიც აწვებოდნენ. ამერიკა და ევროპა ითხოვდნენ ზელენსკისგან კონფრონტაციული კურსის გაგრძელებას, ანუ ომს. დაპირდებოდნენ მხარდაჭერას თუ ზელენსკი არ წავიდოდა კომპრომისზე მოსკოვთან. ზელენსკი აღმოჩნდა გაბმული ბადეში. ის იჭყლინდებოდა ამომრჩევლებზე მიცემული პირობებს და დასავლური ძალებისა და შიდა ძალების მოთხოვნებს შორის. აქედან ესე იგი მას პირობა ჰქონდა დადებული ხალხის წინაშე, რომ შეასრულებდა შეპირებას, მაგრამ მეორე მხრივ რადიკალურად განწყობილი შიდა უკრაინის ქვეყნის შიდა ძალა ამას დამატებული დასავლეთი და ევროპა ჭყლინტავდა, რომ მათ ჭკუაზე უნდათ გაევლო ზელენსკის. ესე იგი, ან ხალხის დაპირება უნდა შეისრულებინა, ან მათ ჭკუაზე უნდა გაევლო. ამ ცხოვრისებულ კინოში რეჟისორები აღმოჩნდა დასავლური კურატორები და ქვეყნის შიდა რადიკალურად განწყობილი მრჩეველები და ისინი, ვინც მას გარს ერწყმეოდნენ. ზელენსკი დაემორჩილა ახალ სცენარის, რადგან არ შეეძლო ან არ უნდოდა კონფლიქტში შესულიყო რეჟისორებთან, ანუ არ უნდოდა გაებრაზა დასავლეთი და ევროპა.
რუსეთთან დიალოგი შეწყდა, რიტორიკა გახდა უფრო კიდევ უფრო სასტიკი. ხო, დაიწყო საუბრები ნატოში შესვლაზე, რუსეთს კი ეს არ აწყობდა. 2021 წელს 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინასთან. ხო, რუსეთმა დაიწყო დონბასის დაცვა და არ დაშვება ნატოს ძალების გაფართოებისა და მოახლოებისა რუსეთის საზღვრებთან. ზელენსკი იყო კომიკური მსახიობი, მაგრამ გადაიქცა სამხედრო ლიდერად. კიდევ ერთი ჩანაწერი ხვასნოვის დღიურიდან, რომელიც მან გააკეთა 1965 წელს. იმ დროს მესინგი იყო უფრო ახალგაზრდა, ის იყო 66 წლის. საცხოვრები გავაო იქ, სადაც ადრე არ იყო. გაიყოფიანო ოჯახები. ის ქვეყნები, რომლებიც უფრო სამხრეთით არიანო, რუსეთის საზღვართან განლაგებული, ისინი დარჩებიანო რუსეთის მეგობრებად, მაგრამ ვინც იქნებაო დასავლეთისკენ, დასავლეთის მხარეს, მე გულისხმობ უკრაინას, ზურს აქცევს რუსეთს და გაიხიდებაო ევროპისკენ. იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური გარღვევა, არამედ იქნება გაორება ადამიანის სულებში, ოჯახებში, მამებს და შვილებს შორის. მაგრამ ამბობს, აგრძელებს მესინგი, ეს გაორება იქნება დროებითი, ეს დაშლა იქნება დროებითი და ამ ხანძლივი ტანჯვის შემდეგ მოხდება გაერთიანება. უცებ არა, უცებ კი არ მოხდება ეს ყველაფერი. არც 1 წლის შემდეგ, არც 5 წლის შემდეგ, შეიძლება 10 წლის შემდეგ მოხდეს ეს, შეიძლება 20 წლის შემდეგ მოხდესო ეს. აღმოსავლური მიწები შეიძლება დაუბრუნდესო უფროს ძმას, ანუ რუსეთს. პირველები ომების გარეშე ან დაიხურება ცოტა სისხლი. კარგად ვერ ხედავო. დასავლეთი ჯიუტოს უფრო ხანძლივად, მაგრამ დაიხლება უაზრო მტრობის გამო. უпроსტად უაზრო მტრობა დაახლის მათ და დაიწყებს შერიგების გზების ძებრას. სრული აღდგენა, სრული შერიგება მოხდება ერთი მთელი შთამომავლობის შემდეგ. როდესაც გაიზრდებიან შვილები, რომლებიც დაიბადნენ ამ დაძაბვის შემდეგ, რადგან მათ არ ემახსოვრებათ ძველი წყენა და ისინი უფრო აპატიებენ ვიდრე მამები. ახალი საუკუნის უბრალოდ ახალი საუკუნის შუა პერიოდში ისინი ისევ დაიწყებენ ცხოვრებას ერთიან სივრცეში. შეიძლება ერთი დროშის ქვეშ არა, მაგრამ ერთ კავშირში. ეს სიტყვები ახლა თქვენ რომ გითხარით, მე ჩაწერილი იყო 1965 წელს. სანამ დაიშლებოდა უბრალოდ ეს სიტყვები ჩაიწერა, სანამ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი 25 წლით ადრე. მესინგმა იწინა სამეტყველა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, რომ უკრაინა გახდებოდა დამოუკიდებელი, რომ მოხდებოდა რუსეთ და უკრაინას შორის პოლიტიკური და სულიერი ბზარი ჩაივიდა მათ შორის. 1991 წელი საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა ამ წელს. მე ვიყავი მასში სტუდენტი, სწავლობდი ვოლგოდონსკში სამედიცინო ტექნიკუმში და ზუსტად მე ტელევიზორი არ მქონდა და
სასწავლებელი იყო უბრალოდ სამედიცინო სასწავლებელი პროფესია მედდაზე სწავლობდი უბრალოდ ეს საერთო საქმე პროფესიით მე დავამთავრე საერთო საქმე და დეკანმა მითხრა იქ იყო ჩემგან კიდევ ბევრი გოგონა სხვადასხვა რესპუბლიკებიდან და დეკანმა გითხრა ჩვენ გავხდებით მალე უცხო პლანეტელები მეთქი მალე გავხდებით უცხო პლანეტელები პაპატი მალე გავხდებით უცხო ელები იხუმრა და მაგ დროს უკრაინა ხდება დამოუკიდებელი ქვეყანა იმ დროს პირველ წლებში ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის იყო ნორმალური შედარებით ნორმალური ეკონომიკური კავშირები იყო შენარჩუნებული საზღვრები იყო გამჭვირვალე და ეს ორი ერთმანეთს გრძნობს როგორც ნათესაური ერი მაგრამ თანდათანობით შემდგომში ეს ბზარი მათ ურთიერთობაში ჩნდება უბრალოდ ღრმავდება ეს ბზარი უკრაინაში მთავრობა ატარებს უკრაინიზაციის პოლიტიკას და დაიწყო დისტანცირება რუსეთისგან ისტორიის წიგნებს სასკოლო წიგნებს წერენ თავიდან შემოახვენ ენობრივი შეზღუდვები რუსეთის ხატებას უკეთებენ აგიტაციას როგორც მწვრთნ როგორც ისტორიული წერისა და როგორც ოკუპანტის 2014 წლის მაიდანი უკრაინაში გადამტეხი პერიოდია იანუკოვიჩის ჩამოგდება მოხდა იმ დროს და მოვიდნენ ხელისუფლებაში დასავლური რადიკალები და მოხდა საბოლოო გაწყვეტა კავშირებისა რუსეთთან. იმ ატარეს რეფერენდუმს და ბრუნდება რუსეთის შემადგენლობაში. დონეცკი და ლუგანსკი აღიარებენ თავის ტერიტორიებს დამოუკიდებელ ტერიტორიებად. იწყება შეერახებული კონფლიქტი. პოლიტიკური, ესე იგი, ბზარი ეს გაწყვეტა რუსეთს და უკრაინას შორის გადადის ეს პოლიტიკური ტრობა გადადის შეერახებულ კონფრონტაციაში. ოჯახები იყოფა პროუკრაინულ და პრორუსულ ნაწილებზე. ძმა მიდის ძმის წინააღმდეგ. მამები არ ელაპარაკებიან ვაჟებს. 2022 წელი ომის და რუსეთს შორის უკრაინის დაწყება. მაპატიეთ გვიანია და ძილი მომერია. როგორც შევიცით 2022 წელს დაიწყო სამხედრო დადაბულობა, ესე იგი დაიწყო სამხედრო მოქმედება რუსეთთან დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი აღიარებს ელენერის და დნრის დამოუკიდებლობას. 2022 წლის ბოლოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟეცის და ხერსონის რაიონები ატარებენ რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების თაობაზე. 80%-ზე მეტმა ხმამ მისცა თანხმობა, რომ შეერთებოდნენ რუსეთს და რუსეთი იღებს მათ ოფიციალურად თავისი ტერიტორიის შემადგენლობაში და მესინგმა იწინასამეტყველა ეს, რომ აღმოსავლური ნაწილები, რომლით უფრო ახლოს იყო რუსეთთან ალბათ, ეს აღმოსავლური ნაწილები, ეს 4 ნაწილი, 4 სამხედრო ნაწილები, ტერიტორიებიო დაუბრუნდებაო რუსეთს. ამაზე იყო ნათქვამი. ეს ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონის ტერიტორიები თავისთავიანად დაუბრუნდა რუსეთს. ამიტომ ამბობ მე, ჩვენ რაც არ უნდა ვიბრძოლოთ, რაც ეხება
ეხება დამოუკიდებლობას, აქ არა საუბარი მარტო საქართველოსზე, უკრაინაზე. ბოლოს პრიბალტიკის ქვეყნებიც კი სწოვენ უკვე ახალ რუსეთს, რომ მათ დაეხმარო. ჩვენ ქართველები რუსეთის შემადგენლობაში თავის დროზე რომ არ შემადგენლობაში არა, დახმარება რომ არ ეთხოვათ რუსეთისთვის თავის დროზე. ჩვენ დღეს როგორც ქართველები შეიძლება რამდენიმე პროცენტი დარჩენილიყავით. ჩაყლაპავდა ან თურქეთი, ან ირანი, ან ოსმალეთი. რა ვთქვი ახლა მე? მაშინდელი თურქეთის, ირანის, ერაყის, აზერბაიჯანის აქეთ ლეკები, რომელიღაც იმპერია ჩვენ გაგვანადგურებდა, ჩაყლაპავდა. კი, ზელენსკი ბრძოლობს, ამბობს, რომ იბრძოლეთ ბოლომდე, მაგრამ ზელენსკი მესინგმა ინტერესამეტყოლაო, რომ ზელენსკი ის დასავლეთის დაიღლებაო და ბოლოს აყრისო ფარხმალს. ამერიკის ევროპის მოსახლეობა თავის მმართველებს ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ სხვის ომის დაფინანსება. ზელენსკის რეიტინგი ეცემაო. ხალხი მონაწილებული არიანო მშვიდობას და უნდა თუ მშვიდობა ნებისმიერი პირობით. ნებისმიერ პირობაზე არიან თანახმად, მშვიდობა დამყარდეს. ახლა მიდის მეოთხე წელი ამ ომისა. და მესინგმა იწინასამეტყოლა, რომ მეხუთე წელს ომი ხომ დაიწყო 2022 წელს 20 თებერვალს. ფაქტიურად უკრაინას ეხმარება დასავლეთი 80%-ით, დასავლეთი და ევროპა. უშუქობა, პროდუქტების სინაკლებობა, მოსახლეობა 42 მილიონი და შემცირდა. ესე იგი ეს არის 30 წლის მონაცემი, 42 მილიონი შემცირდა. რვა მილიონამდეო, ხო, 25 წლისთვის. მოსახლეობის ქვეყნის 14 მილიონმა მოსახლეობის ნაწილმა დატოვა უკრაინა. ვიღაცა წავიდა იმიგრაციაში ევროპაში და არაპირებს დაბრუნდება. ვიღაც გაემგზავრა რუსეთში, ახალი რეგიონის ტერიტორიებზე, ვიღაც დაიღუპა სამხედრო მოქმედების პერიოდში. შობა დაეცა ისტორიულ მინიმუმამდე. სიკვდილიანობა გაიზარდა. უკრაინა ახლა გადის დემოგრაფიულ კატასტროფას, რომლის მასშტაბები არ ყოფილა სამამულო ომის შემდეგ. როდესაც დრო მოვა, დასავლეთი ამერიკა იგულისხმება ამ დროს, ამერიკა დაუწყებს
ზედაწოლას უკრაინას, რომ უკრაინა წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე. აიძულებს უკრაინას, რომ წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე. და ამ დროს უკრაინა მიხვდება, რომ ამერიკამ უკრაინა გამოიყენა იმისთვის, რომ რუსეთში შეექმნა პრობლემები. ესე იგი, რომ ამერიკა კი არ იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ გამოიყენა უკრაინა თავისი გეგმების შესასრულებლად. ხო, უკრაინა მიხვდება, რომ ისინი იყვნენ ამ თამაშის მონაწილეები. თუმცა ამის შესახებ არ იცოდნენ არაფერი. მათ ეგონათ, რომ ამერიკა და ევროპა მათ ეხმარებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ისინი უბრალოდ მათ იყენებდნენ. როგორც ახლა. იგივეს უკეთებენ საქართველოს. პირდებიან, რომ შემოგიყვანთ ევროკავშირში, უვიზო რეჟიმი შემოუგდეს საქართველოს, რაღაც კავშირებს პირდებიან. უკრაინის მე ვნერვიულობ, რომ უკრაინის ბედი არ გაიზიაროს საქართველოს. იმიტომ რომ დღევანდელ ახალგაზრდობას გეზი აქვს აღებული ევროპისკენ. მაგრამ ევროპა და ამერიკა არ იქნება მალე ისეთი, როგორიც ახლა არის. ეს კავშირები გაუქმდება. კავშირები, რომელიც შეიქმნა ძველი სისტემის დროს, ის კავშირები არ იარსებებს. დაიშლება. სისტემა ბოლო წუთებს ითვლის ძველი სისტემა. პარალელურად შემოდის ახალი სისტემა, მატრიცა, ძველი მატრიცა, ეს ახალი მატრიცა ენაცვლება ძველ მატრიცას. ეს ქაოსი იმის ნიშანია, რომ რაღაც პროცესები ხდება და მეგული მწყდება. კი რასაკვირველია არის პლუსი იმაში, რომ წახვიდე ისწავლო მაგალითად განთქმულ სასწავლებლებში საზღვარგარეთ. მაგრამ სწავლა თუ გინდა საქართველოში შეიძლება ისწავლო. სახელმწიფო უნდა შეუქმნა სტუდენტებს ის პირობები, რომ სტუდენტებმა რომ ყველა მიიღოს განათლება, ყველა. პირიქით, საქართველოში უნდა ჩამოიყვანოთ თქვენ უცხოელები, რომ შემოსავალით იყოს უბრალოდ ის უნდა გაძლიერდეს ჩვენი ქართული უმაღლესები, რომ აქეთ ვიზიდავდეთ ჩვენ უცხოელებს სასწავლებლად. თან როდესაც ქართველი იმყოფება ქართულ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველებს შორის, უნდა მას არ უნდა ის ინარჩუნებს თავის ტრადიციებს. და როდესაც სტუდენტი გადის გარეთ, ძალიან დიდი შრომა უწევს მაგათ, რომ იქაური ტრადიციების ანკეზე არ გაებას, არ აიკიდებს და უკაცრავად და მათ ახალი შემოსული მოდებს არ აყვანს. შორს არა წასასვლელი ადრე საქართველოში ფასობდა ქალიშვილობის ინსტიტუტი. ხო და მე პირადად მითხრა ერთმა ადამიანმა, თქვა, მე ვისმენდი ისე, რუსეთში ნამყოფი იყო ასეთი გაგება, რომ რუსეთში ნამყოფი გოგოს უყურებდნენ ეჭვის თვალით.
რადგან ზოგი რომ ცდებოდა, ზოგს რომ აცდებდნენ, ეგონათ ყველამ ასეთები იყვნენ. ხო, მე მაგალითად რუსეთში დავამთავრე, მაგრამ მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია. თუმცა მე ვინ მაგდა თავს იქ, არავინ. გიყვარდა მე და შვილი, მაგრამ მაგი თავისი ცხოვრებით იყო გართული ბიჭი. ხო და ახლა მე რა გინდა გითხრათ? ახლა კი, ახლა. ჩემი ახლა მე ვარ 54 წლის. მარტში გავხდები 54 წლის. ხალხო. და მეუბნება ჩემნაირი შინაბერა შენო სირცხოლია არ თქვაო, რომ გაუთხოვარი ხარო. რომ არ ხარო გათხოვილი. გაუთხოვარი რომ ხოთი ქალიშვილი ხარო, არ თქვაო, სირცხოლიაო. რაც გეტყვი, ანუ იციო, ეტყობა მაგას ყავს ვიღაცა, საბრატო უნდა თქვას ეს. არა, მე არ ვიცი, არა ჩემი ისა რა ქვია, საქმის ხოსი ცხოვრება, მაგრამ ამას მეუბნება მე ჩემნაირი ჩაბრებული გოგო. ასაკშია ისიც. შენო არ თქვაო ეს სირცხოლიაო, წამოგიდგენიათ? საქართველოში თურმე სირცხვილია, თქვა რომ შეხარ ქალიშვილი, არ ხარ გათხოვილი. თორე გეტყვიანო, ერთი კაცი ვერ მოიძებნაო, შენი ისა მოსაწონიო? იცით რა, აფხაზეთში ბევრია ჩემნაირი ჩაბერებული, ძალიან ბევრი. და გაბედოსა ვინმე მუთხრა, სირცხვილიაო არ თქვო, რომ ქალიშვილი ხარო. თავს გაუტეხავს. თავს გაუტეხავე. ეს მე მართლა სირცხვილად მიმაჩნია, ამას რო ამბობს თვითონ შინაბერა ჩაბერებული. რისი უნდა ცხვენოდეს მაგას თუ წესიერათა? კი ახლა რუსეთში და ის დადის რუსეთში სამუშაოდ. კი, მართალია, იქ არ უნდა თქვა. თავისუფალი თუ ხარ შეცდებიან დაგითრიო. მართალია, მაგრამ განა მასეთი სიტუაციები რატო ადამიანი ეს ხო ჩვენი ტრადიციებია. კი, საბჭოთა კავშირის დროს სირცხული იყო გაუთხრობა და ჩაბერებული გოგო ნებისმიერ იყვებოდა ცოლად, ოღონდ გაუთხოვარი არ არჩენილიყო დიდხანს, რატომ და იცოდნენ რომ ცუდა დაიწყებდა ხალხი ლაპარაკს საუბარს, მაგრამ დღეს ისეთი დროა, მე საერთოდ არ მიმაჩნია ჩემი გაუთხრობა სირცხული და ამასა რომ ვამბობ. ხო ხედავთ როგორ შეიცვალა. დღეს უყურეთ სასაცილოდ არ ყოფნით. ჩემი ასაკის გოგოებს რომ მე დავრჩი ასე. რატო? ეცინება რა თვითონ მე არ ვიცი ხა რა ჩემი საქმე, ვინ რა შვება როგორ აკეთებს, მაგრამ შენ თუ ქსიამოვნებს ეს ასეთი ცხოვრება ისე ამოვნე. შენ შეგერხოს, შენ აგერ პასუხს. შენ სწორად იცი თუ ცუდად ამაზე აგებ შენ პასუხს, მაგრამ ვის აქვს უფლება ახლა მე გამამტყუნოს, ჩაერიოს ჩემ საქმეში და მე მას სწავლოს თუ როგორ უნდა ვიცხოვრო. მე არ მჭირდება მასეთი ცხოვრება. კი, ახალგაზრდობაში დაუშვათ ვერ გავრისკი, იცით? ვერ გავრისკი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიღაცა მითხრას შენო ვერ მოიძებნაო. ეს რაშია კაცო? როგორ ვერ მოიძებნა? ახლაც ჯოხით რო დავიწყე სიარული, ახლაც უნდოდი ორს, მაგრამ ცუდად არ მგონია, ცუდად კი ისე გასართობა და ვითომ სულელი ვნახა. მე რომ ეს ამბავი დომებოდა, სანამ ცუდად გავხდებოდი, მანამდე ვითამდე ამ საქმეს. ახლა რამ გავაგიშა? არა, მე არ გიშდები, არ მჭირდება საერთოდ. ქალი მაინც არ იყო, ამას რომ მეუბნები, ხო? არავისი საქმე არა, მე არავისი აზრი არ მაინტერესებს. მე მანამდე ჩემი აზრი დავდიოდი პატიოსნებას რაც შეეხება და იცით რა, გეტყვით ახლა კიდე ერთ რაღაცას. თუ წინა ცხოვრებებში ადამიანმა რაღაც ისეთი დააშავა, არ ვიცი ახლა, შეიძლება აპატიურებდა კაცის ავატარი ქონდა და აპატიურებდა ქალებს, ხო?
ან ქალი და ქალმა რაღაც ცხოვრებას ეწეოდა დაუშვათ ასეთ სუბუქ ცხოვრებას, როგორც დღეს სუბუქი ყოფაქცევის ქალები. არ ვიცი რა მას აძლევენ სასჯელად და გაუთხოვრობას. ხო, მაგრამ ხდება ისე, რომ ოჯახის ჯინი ქონდა ვიღაცას და ჯადო გაუკეთა ოჯახს, რომ არ გათხოვილიყო. მე ან ერთი ჭირს ან მეორე, ან ჯადოა მაქვს გაკეთებული ჩემზე, რომ მე არ გავთხოვდე, ან წინა ცხოვრებები და რაღაც მოყვებოდა ისეთი, რომ მე დამსაჯეთ გავუთხოვდით, მაგრამ მე დასჭილად არ ვსნობ თავს, ხალხო, ნუ გეშინიათ სიმარტოვის, ნუ გეშინიათ. თქვენ მეტით რო გექნებათ, თქვენი სულიერი განვითარებისთვის. მეც წაიკითხავ, მე კარგ აუდიო წიგნებს მოусმენთ, გეცლებათ იმისთვის, რომ ბევრი ინფორმაცია გაიგოთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მithumდეს კაცებს ეხებათ. თუ თქვენ თავისუფალ დროს არ დაკარგავთ მატერიალური სტვის, მე აქ მარტო ქონებას არ გულისხმობ მე, თუ არ აყვებით ცხოველურ ცხოვრებას. ახლა არ გამებრასდეთ მე, ქალებიც გამებრასდებიან და კაცებიც. თქვენ იცით, რომ აგიტაციის გამო ისეთი აგიტაცია იყო ჩატარებული საბჭოთა კავშირის დროს. ეს ყველაფერი მიაჩნიათ, აი ეს საქმე ქალ და კაც შორის ჯანმრთელობის საქმე და აუცილებლად უნდა მოხდესო ეს ამბავი. არ დაიჯეროთ მაგით თქვენ. ეს არის ცხოველური ცხოვრება, როდესაც ადამიანი ცხოვრობს მაგისთვის, რომ მარტო ეგ საქმე ქნას, დალიოს და ფული იშოვოს. ნამდვილად არა. არა, ეგ თქვენი ცხოვრებაა. მე არავის არ ვამტყუნებ, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ თუ კაცი ქალთან აწავიდა, ეს არის კაცის სირცხვილი. ეს არავისი სირცხვილი არაა. თქვენ ისე იცხოვრეთ, როგორც თქვენ გინდათ. თუ თქვენ ბედნიერი ხართ ამით, მაგრამ იცოდეთ, რომ ამას ქვია ცხოველური ცხოვრება. მარტო ჭამა, სმა, ეს საქმე და ფულის შოვნა. ფულიც საჭიროა. ჭამაც საჭიროა, მაგრამ არა ღორულად, არამედ ნორმალურად. და ეგ საქმე კი ქალ და კაც შორის რომ ხდება, ეს არა აუცილებელი. ეს კეთდებოდა ადრე წელიწადში ერთხელ. გაზაფხულის დროს, როდესაც დგებოდა ახალი წელი. ძველი წესით ახალი წელი დგებოდა 1 მარტს. ეს მერე გადმოიტანეს და იესო ქრისტეს დაბადებას და სიკვდილს მიაბმეს, თორე ახალი წელი დგებოდა ყოველთვის 1 მარტს. ხო და უკრაინა ისეთი გამოფიტული იქნებაო ამ ომებისგან, ეკონომიკა დაშლილი, რომ ძალა არ ექნება ომი გააგრძელოსო. ამ დროსო მისი თანამოკავშირეებიო ამერიკა და ევროპა მიუტოვებინო დახმარებას და შემდეგ ქვეყანას მოდებნიანო, რომლის გამოყენება შეცდებიანო. ქართველებო, ამიტომ ამბობ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი. არ მინდა, რომ ქართველები ვინმე გამოიყენოს. ჩვენ დასავლეთი გვიყენებს. მესმის, ნდობა როცა დაკარგული გაქვს ვინმეს მიმართ, რთულია. მე მაგითად ნდობა დაკარგული მაქვს ადამიანების მიმართ, მაგრამ მაინც ვჯერა გულის სიღრმეში, რომ არიან კარგი ადამიანებიც. არიან. და იცით, როდესაც კარგს ფიქრობ, კარგი ადამიანები ხდება ხოლმე გზაზე. კი, ხდება. უბადიეთ. ცური მეხაევა. ხდებიან. ნამდვილად არიან კარგი ადამიანები. მაგრამ უმეტესწილად არიან ისეთები, რომ სულ კვენა შეცდებიან.
მაგათ არ მერჩიეთ ყურადღება. თქვენ მხოლოდ თქვენ თუ არ შეგეხებიან ისე რომ შურათობას არ მიგაყენებენ, მიიღეთ ადამიანები ისეთი როგორებიც არიან და თქვენ არ გაგიჭირდებათ, მაგრამ ჩემო კარგებო, ჩვენ ყველას ფეხზე კიდე ვართ, უნდათ უბრალოდ ჩვენი ტერიტორიის გამოყენება. ნუ მიცემთ ურავის ამისუფლებას. ვიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც კონფლიქტი დაიწყო უკრაინაში 2020 წელს, დასავლეთი ჩაერია აქტიურად ამ კონფლიქტში. დასავლეთი, ევროკავშირი, კანადა, ავსტრალია, ისინი ეს ქვეყნები ეხმარებოდნენ ამერიკას კოლოსალურ დახმარებას, ფინანსურს, სამხედროს, გუმანიტარულს, იარაღს აწვდიან, ფინანსური დახმარება. ნატომ შეაგნებინა ზელენსკის, რომ ალიანსის სამხედრო ნაწილები უკრაინაში არ შევლიან, რადგან არავის უნდა ღიად დაიწყოს ომი რუსეთთან, არავის უნდა რუსეთი გააღიზიანონ პირდაპირ. მაქსიმუმ რასაც აკეთებდნენ, ეს იარაღს აწვდიდნენ და ასწავლიდნენ სამხედრო მოქმედებას. დასავლეთმა დაიხალა უკრაინის დახმარებით და მას ახლა ღიად ამბობს. ამერიკაში ძალიან დიდი პრობლემები იყო ხალხს პირდაპირ ქუჩებში კლავდნენ. არის მიგრაცია და იქაური მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ დაეხმარონ, რომ დაფარონ ხარჯები სხვისი ომებისა. ევროპაც დაიხალა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხას უჭერდნენ უკრაინაში ომს, კარგავენ ხმებს. ახლა მათ ენაცვლებიან ისეთი ლიდერები, რომლებიც თანახმარიან, რომ უკრაინა და რუსეთს შორის მოხდეს მოლაპარაკებები. მათ უნდათ, რომ ომი დამთავრდეს. სლოვაკია უმცირებს დახმარებას, ვენგრია აბლოკირებს, ბლოკს აყენებს უკრაინის მოთხოვნებს. გერმანიამ შეუმცირა შიდა ბიუჯეტის პროგრამების დაფინანსება. მე ხა თქვენ თავარი რაც იყო იქ გითხარით, იქ კიდევ არის გაგრძელება, მაგრამ უაზროა. არც ჩავიტევი მე დროში, მაგრამ თავარი აზრი ამ ვიდეოსი გადმოგეცით. მე არ ვიცი კიდევ მოგზიძებნი დაბა რა წასთან მეტყოლება აქვს მესინგს, მაგრამ მე ერთ იგივე თემას არ განვიხილავ აქ, მე განვიხილავ ყველა თემას. მარტო წასთან მეტყოლებაზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ამაზე მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ინტერნეტში, რაც იგიც ეხება ჩვენ მომავალს, ამიტომ ეს წარსულია. წარსულში რა იწინასთან მეტყოლა მესინგმა, კეისიმ, თუ კიდე ვინმე, ხო? და მე მაინტერესებს ახლანდელი ამბები თუ რას მოიმოქმედებს galaktikuri სამყაროების ფედერაცია, რას აკეთებენ ალიანსის წევრები, რომლებაც გაწმინდეს, ნახევარზე მეტი ტუნელები გაანთავისუფლეს ბავშვები, რომლებიც ყავდათ ტყვეთა ყვანილი და მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ასე შემდეგ. და იცით რა, ჩვენ ვართ ერთი დიდი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, შვილები. დედამიწა არის ცოცხალი არსება. ჩვენ კი ვართ მისი შვილები. ახლა წარმოიდგინეთ, ქალს დაებადა სხვადასხვა ფერის ბავშვები. ხო?
მაგრამ ახლა ერთსა ირჩევს და დანარჩენს მოკლავს, საკურველი არა. დედისთვის ყველა შვილები სასიყვარულოა. ყველა შვილები შვილებია. მაგრამ კარგი დედა არ დაიწყებს შვილების გამორჩევას. ეყარება ყველა თანაბრად. კიდევ მიმეორებ. ჩვენ რომ სხვადასხვა ეროვნებას წარმოვადგენთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეროვნებით არავინ გვიყურებს ჩვენ. კოსმოსური ცივილიზაციები ჩვენ გვიყურებენ როგორც დედამიწის კაცობრიობას. ჩვენ ვართ კოსმოსური კაცობრიობის წარმომადგენლები დედამიწაზე. გაგრძელება მათი. ძალიან გთხოვთ. უნდა აირჩიოთ მომავალი განვითარება თუ გაყვებით იმძველ სისტემას, იმძველ მატრიცას, იმძველ კიბერსისტემას. ახლა მე რომ წერ ვტვირთავ ხოლმე, ახლა რა მიტვირთია კაცობრიობის ცივილიზაციის დაცემა. იქ რომ კიბერსისტემას ვახსენებ მე, ეს იგივე ხელოვნური ინტელექტია. მე ხომ გითხარით, რომ ახლა არის ორი განშტოება. ერთი ნათელი სიარულის, მეორე ხელოვნური ინტელექტის განშტოებას წარმოადგენს პარალელურ გზას. საითკენ წავლიან ისინი, ვინც სულ კომპიუტერებში ზილარიან, თამაშობენ ან კიბერსისტემას უჭერენ მხარს. ამიტომ ვამბობ, საქართველოში ხალხმა არ უნდა დაუშვას ჩიპების შემოტანა მასიურად. ახლა მე როგორც პენსიონერს, მეორე ჯგუფის პენსიონერს, მე ჩიპიანი ბარათი არ მქონდა, ასაღები ბარათები რომა და თხოვეს აღება ამ ჩიპიანი ბარათებს. რა გითხრათ ახლა მე? მე არ მომწონს ეს სიტუაცია. კი, კომპიუტერი კარგია. კარგია, პლუსიც აქვს, მაგრამ აქში მინუსიცაა. იმიტომ რომ შეიძლება ბოროტად გამოიყენონ და დაიწყონ კონტროლის გამკაცრება იგივე იმ ადამიანებისგან, ვინც ფლობს ამ ელექტრონულ ბარათებს. შეუძლიათ აიძულონ ამ ბარათების მქონე პატრონებს გადაიხადონ მხოლოდ ბარათით, პოლიკლინიკაში პროცედურები ჩაიტარონ მხოლოდ ბარათით, მე დაგიწყებენ კარნახს. შენ შეიძლება შეგზღუდო შენი ფულის დახარჯვაში. შეიძლება ვერ იყიდო წამალი, ვერ იყიდო ეს თუ ის ნივთი. და ასე შემდეგ. კარგით, მე ხა გამიგრძელდება და კიც გამეთიშება. ძვირფასო შემოსვენელებო, მეგობრებო. მე რაც დღეს აქვს თქვენ იმისთვის არ მithქვამს. თქვენ გამიბრასდეთ. მე ვამბობ იმას, რაც ნათელია ისედაც. ჩვენ დღეს ვობართ ქართველები ვართ, რომ შევინარჩუნოთ ეს ქართველობა. ამაში რუსეთსაც მიუძღვის წილი.
ქართველები უნდა გავერთიანდეთ, უნდა გახდეთ ერთიანი, ერთი აზროვნების. არა, მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ სანამ ჩვენ გაცალკევებული ვიქნებით, ჩვენ ადვილად მოგვერევია. ნუ დავუშვებთ, რომ ომი დაიწყოს საქართველოში. ჩემო კარგებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას გისურვებთ თქვენ კეთილს განზრახვებში სრულ წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას. ყველანი კარგად გამყოფოთ, გამჩენილ. ყველანი კარგად უნდა ვიყოთ. ჯერ სულიერად, შემდეგ კი რასაკვირველია მატერიალური საჭიროა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით